ასპინძის მუნიციპალიტეტში წყლის სისტემისარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებენ. წყლის სისტემის სამუშაოთა მწარმოებელი და კომპანია აზერის წარმომადგენელი ამბობს, რომ დასაქმებულებს უკვე მეოთხე თვეა კუთვნილი ხელფასი არ მიუღიათ, რაც მათი პროტესტის მიზეზი გახდა. ეკოსთან სატელეფონო საუბარში მერაბ შეყელაშვილი განმარტავს, რომ სამშენებლო კომპანიასთან შეთანხმების საფუძველზე მთლიანი სამუშაოების 15% უნდა შესრულებულიყო, თუმცა ეს ვერ მოხერხდა და კომპანიამ ხელფასის გაცემაზე უარი განაცხადა. მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ თბილისში აზერის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ვალდებულება სამუშაოების 15%-ის შესრულების შესახებ გაუქმდა. მერაბ შეყელაშვილი ირწმუნება, რომ მომავალი კვირიდან ყველა დასაქმებული კუთვნილ ანაზღაურებას მიიღებს. Qualche განაცხადებული ხალხი ისინი მართლებიანენ აბსოლუტურად არ გადიან სამსახურში, მაგრამ ერთი რამოდენიმე პიროვნება ყავსებული დადის სამსახურში და აგეფინე ცოტა რამეს ვაკეთებ. ისე რომ თლიანი მთელი ძალით მაინც ვერ ამუშაო. თუ ხელფასი გაწოდო, მაგრამ ცოტა გამოვა თლიანი ძალით იმუშაო. ასპინძის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის რეაბილიტაცია, რომელიც დაბისა და კიდევ ორი სოფლის სასმელი წყლის სრულ უზრუნველყოფას ითვალისწინებს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. სოფლები ნიჯგორი, აწყვიტა და მუნიციპალიტეტის ცენტრი ეგრეთ წოდებული ხანდოს წყლებიდან მომარაგდება, რომელიც ახალქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს. დაბა ასპინძას უკვე წლებია წყალი გრაფიკულად მხოლოდ დილით 2 საათის განმავლობაში მიეწოდება. საათის შემდეგ 10 საათამდე 11 საათამდე მოგვეწოდება წყალი, ურიგო წყალი არ მოდის ახლა 20-ის გინამღებულობთ რა. ახლა კეთდება ახალი სისტემა ახალქალაქის წყალზე. ძალიან კარგი იქნება. მიგესალმები. მადლობელი ვიქნები, რომ დააყენონ ყველაფერი, აღრიცხვა ყველაფერი გააკეთონ, რომ წყალი იყოს რა. ამ ზედაუბანში არის დილით 8 საათიდან 10 საათამდე. დაბლა ცენტრში, ცენტრალურ მეძახით, იქ არის მეორე ბასეინიდან დილით 2 საათია და საღამოს 2 საათი. ამ დროისათვის წყლის სისტემის რეაბილიტაციის ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია. ბოლო ეტაპისათვის მიმდინარეობს ლითონის არხების მონტაჟი სისტემის 15 მეტრიანი ტრასის მშენებლობიდან მხოლოდ 4 კილომეტრია დარჩენილი. სამუშაოებზე 40-მდე ადგილობრივი იყო დასაქმებული. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ ისინი სამუშაო პროცესს მუდმივად აკვირდებიან, თუმცა მუშათა გაფიცვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. ფიზიკ სანდოძის თქმით, პრობლემა მშენებელი კომპანიის მოსაგვარებელია. მისივე განმარტებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მრიცხველების დამონტაჟება და წყლის ექსპლუატაციაში გაშვება იგეგმება. ვადევნებთ თვალყურს მის მიმდინარეობას, რომ ხარისხიანად და ვადებში მოხდეს. კომპანია, რომელიც საბოლოოდ ექსპლუატაციაში მიიღებს და მოახდენს იმას ამ წყლით მომარაგება, მოსახლეობის წყლით მომარაგებას, მათი ინფორმაციით მოხდება მრიცხველების დაყენება. ასპინძის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სამუშაოები გასული წლის ივლისის თვეში დაიწყო. პროექტი ერთწლიანია და მისი დასრულება ივლისის ბოლოსათვის იგეგმება. სოფლებში ნიჯგორსა და აწყვიტაში 250-იანი და 300 კუბომეტრიანი მოცულობის რეზერვუარები აშენდება, რომელიც წყლის მომარაგებით უშუალოდ ამ სოფლებს მოემსახურება. ასპინძის მუნიციპალიტეტში წყლის სისტემის რეაბილიტაციისათვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 1,800,000 ლარია გამოყოფილი.